აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკებები განახლდა დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას 2 ბავშვი დაიღუპა. კრამატორსკში კი ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად 40 ტერორისტია ლიკვიდირებული. პოლიტიკურ კრიზისთან ერთად ქვეყანა ვერც ეკონომიკურ კრიზისს აგვარებს. აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კვლავ დაიძაბა. კვირის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მოწოდების მიუხედავად დღეს სლავიანსკსა და კრამატორსკში შეტაკებები კვლავ განახლდა. დონეცკის ოლქში ბრძოლები შედგა 12 წლის ბიჭი და 6 წლის გოგონა დაიღუპა. კრამატორსკში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სამთავრობო ძალებმა 40 ტერორისტი გაანადგურეს და ლუგანსკის აეროდრომზე შეტევაც მოიგერიეს. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებს ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კორიდორის შექმნა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინიდან მოსახლეობის გამოყვანის ორგანიზება, მათი სარკვებითა და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა დაავალა. პოლიტიკურ კრიზისთან ერთად უკრაინაში კვლავ გადაუჭრელი რჩება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პრობლემა რუსული გაზის დავალიანების დაფარვა. უკრაინა რუსეთ-ევროკავშირის ფორმატში გამართული შეხვედრა ბუნებრივი აირის საკითხების მოგვარების შესახებ უშედეგოდ დასრულდა. სამწუხაროდ დღეს შეთანხმებას ვერ მივახციეთ, ვერ ვიპოვეთ კრიზისიდან გამოსავალი. ვერც ერთი ნაბიჯი წინ ვერ გადავდგით. რუსეთმა და უკრაინამ გაზის ფასზე შეთანხმებას ვერც მეხუთე რაუნდზე მიაღწიეს. უკრაინა მზად არის რუსეთს დავალიანება გაუსტუმროს მას შემდეგ, რაც მხარეები ფასზე შეთანხმდებიან. რუსეთი უკრაინისგან შარშანდელი ნოემბერ-დეკემბრის და მიმდინარე აპრილი-მაისისთვის დავალიანების დაფარვას ითხოვს, რაც ჯამში $5 მილიარდ მეტია. რუსული მხარე უკვე მიღწეული შეთანხმების ერთგული რჩება. ჩვენ კონსტრუქციული გეგმა შევთავაზეთ, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები უნდა იყოს. განვაგრძობთ კონსულტაციებს. დღეს საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები გვქონდა. უშინდელი 7 საათიანი უშედეგო შეხვედრის შემდეგ ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში იუნტერ ეტინგერი მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდის განახლებას დღეს ან ხვალ ვარაუდობს. მოლაპარაკებებში ჩართულია ყველა მხარე იმისთვის, რომ თავი ავარიდოთ გართულებებს. გვაქვს ღია კითხვები და განსხვავებული პოზიციები, მაგრამ მზად ვართ საუბრისთვის. ხვალ ჩვენი უკრაინელი და რუსი პარტნიორები თავიანთ მთავრობებთან და სახელმწიფო მეთაურებთან შეთანხმდებიან. შემდეგ კი ჩვენ ისევ შევხვდებით. უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოსკოვმა გაზზე ფასი კიევს 80%-ით გაუზარდა. ევროკავშირი კი შუალედურ ფასს უჭერს მხარს. რუსული გაზის მესამედს ევროპა მოიხმარს, რომლის ნახევარიც ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის გავლით მიეწოდება.